მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ვისაუბროთ ასეთ თემაზე, რადგან გახსენეთ ისე თქვენთვის საინტერესო არის. ანუ შენი მთავარი დანიშნულება. ეს არის ძალიან ხშირი შეკითხვა, მithumet როცა ბედის მატრიცას კონსულტაციას ვატარებ, ანუ მთავარი რა არის, რა მისია მაქვს, მეკითხებიან ხოლმე და იმიტომ რომ მატრიცაში უამრავი რა თქმა უნდა არის შეთავაზებები, იმიტომ რომ ეს მატრიცა გეცდება მთელი შენი ცხოვრების გზა არის, ხო? და ამიტომ შენ როცა მიდიხარ შენ განვითარების გზაზე, შენ ახლა ბევრი რაღაცები შეიძლება თქვათ განავიტარო შენში, იმიტომ რომ არის ბევრი რაღაცები ადამიანში, რა თქმა უნდა, ის არ მოდის მარტო რაღაცა ერთი ნიჭის, ხო? თუმცა ახლა დაუშვათ, შეიძლება ახლა მაგალითად, ახლა ჩემ არგზე ხარ და რა თქმა უნდა, ჩემს მაგალითს მოვიყვან, მე რო ვარ მასწავლებელი, თქვათ სიტყვაზე და მე-5 და მე-9 და პირველი ენერგიები რო ჭარბობს ჩემზე, ახლა მთელი ცხოვრება ვარ მასწავლებელი, ხო? ანუ მთელი ცხოვრება ადამიანი, რომელიც რაღაცას სწავლობს, თვითონ მე გასცემს სხვებს, ხო? ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგია, ეს შეიძლება იყოს ეზოტერიკა, ეს შეიძლება იყოს მეცნიერება, არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მასწავლებელი შეიძლება შენ იყო მასწავლებელი, სიტყვაზე ასწავლო, თუნდაც ახლა, რა ვიცი, ქსოვა, კერვა, მშენებლობა, სურათების გადაღება, ანუ არა აქვს მნიშვნელობა რა, უამრავი შეიძლება, მაგრამ მაგასში ხარ შენ დაუშვათ მასწავლებლად დაბადებული, რომ უნდა გასცე შენი ცოდნა, უნდა მიიღო დაუშვათ აი რაღაცა დარგში, ხო? შენი ცოდნა მიიღო შენ თვითონ და მე უნდა გასცე დაუშვათ, ხო? მაგრამ აი მაგალითად ჩემ შემთხვევაში მე ვიყავი სკოლის მასწავლებელი, სკოლის დირექტორიც ვიყავი. ეხლა ჩემი აკადემია, ტაროს აკადემია და მატრიცის შესწავლის აკადემია მაქვს, ხო? დაუშვათ მე ქალთა კოუჩი, ანუ სულ რაღაცას თვითონ სწავლობ, გავდივარ და მე უკვე სხვებს ვასწავლი, ხო ხტებით? ანუ ეს არის, ანუ მასწავლებლობა, მაგრამ სხვადასხვა დარგში. გამიგეთ? ხო და ამიტომ, ყველას აქვს თავისი. ხო და, ნახოთ ახლა ჩვენ რას გვეტყვის ჩვენ ტარო იცით თქვენ რომ შენთვის არის ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებ იმისათვის, რომ გვითხრეს ჩვენ უფრო მალე და გვეხმაროს, იმიტომ რომ ეს არის თვითშემეცნების ინსტრუმენტი და არა როგორც ბევრი იყენებს სამკითხაო და ჩემ არხზეც ახლა ვინც მემიყურებს კი იციან და კი ეგრე ვიყენებ ჩვენ. ამიტომ მოდით ახლა ვნახოთ ჩვენ კითხვები გამზადებული მაქვს, ამიტომ ცოტა შევხედავ გვერდზე და ვნახოთ ახლა რა მთავარი მისიისთვის მოვიდა შენი სული ამ სამყაროში. ეს მთავარი კითხვა ჩვენ დავუსვათ, ხო? ვნახოთ ახლა რა უნიკალური ნიჭი ჩადოს შენში შემოქმედმა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის, არა გაქვს შენ გახსნილი, ესეც ვნახოთ. რა თქმა უნდა, კიდევაც გეუბნებით, ეს არის საჯარო გაშლა და პირად გაშლაში, მე რო ვაკეთებ, იცით თქვენ ყოველთვის ვიყენებ ბედის მატრიცას. ეგ უკვე ვინც მიცნობს დიდი ხანი, კი იცით, მაგას ვამბობს ყოველთვის. ჩვენ აი ასე ზოგადად ვნახოთ, ხო, დღეს საჯარო გაშლაში. შემდეგი კითხვა მაქვს, ანუ დღეს რა გიშლის ხელს შენ, ანუ ნამდვილი დანიშნულების და სრულად გამოავლინოთ შენი პოტენციალი. და ვნახოთ ახლა რომელი ნაბიჯი, ანუ შეგიყვანს, ანუ შენი ბედის წერის სიუხვისა და თვით რეალიზების გზაზე. так, чем ქართულზე თქვენ უკვე მიჩვეულები ხართ, ხო იცით? მე გთან ვსწავლობ კიდე ხო და კიდე სულ ვსწავლობ, ხო? მე 5 ენერგია სულ ვსწავლობ. და ვნახოთ ახლა ჩვენ რა მთავარი გზავნილი აქვს შემოქმედს შენთვის სწორედ ახლა. რა უნდა იცოდე? всё. ვნახოთ ახლა ჩვენ, აი ნახეთ, გახსნა. არის ეხლა პერიოდი, მე ბევრჯერ მაგ ნათქვამი, ჩემს ყველა არხებზე სულ მაგას ლაპარაკობ, რომ ეხლა არის გადასვლის პერიოდი, როცა ჩვენში უფრო მალე ყველაფერი გაიღვიძებს, ყველაფერი, ანუ თუ მთავარი ეგ არის, რომ ჩვენ როგორ გამოვიყენებთ, რომ ჩვენ გვეძლება საშუალება ძალიან მალე ჩვენი პოტენციალი გავხსნათ. ვნახოთ ეხლა აბა თქვენ რა მთავარი მისიისთვის მოვიდა თქვენი სული ამ სამყაროში.
მთავარი რა საინტერესო არის, აი ზუსტად ეს რაც გითხარით მე თქვენ, აქ არის ძალიან ბევრი რამ თქვენთვის გამზადებული, იმიტომ რომ ხო შეიძლება იყოს, ну, როგორც თქვი მე თავიდან, ну, იცით ახლა ვინც მიცნობთ, რომ მე უკვე მუშაობ ესეთ ნაკადში, რომ მოდის ინფორმაცია, მე უბრალოდ ტარო მიდასტურებს, რომ აქ არის ბევრი რაღაცა, აქ არის ბევრი სფეროები. იმიტომ რომ თქვენ არ ხართ აქ შეზღუდული დაუშვათ, ხო? ну, აი მაგალითად ახლა მარტო სკოლის მასწავლებელი არა, ხო, დაუშვოთ. მე ახლა როგორც ჩამოგიტვალეთ, აი იმისი ტაროს, თქვათ, მატრიცას ვასწავლე, ხო, თქვათ, ქალთა ენერგიების გახსნა, ну, რაღაცები, ხო? ანუ ეგეთი მომენტი სიტყვაზე, ხო? აი თქვენშიც არის რაღაცა ძალიან ბევრი რამ, რაც შეგიძლია თქვენ განახორციელოთ ამ სამყაროში. ბევრი ნიჭი არის, სხვათა შორის პროგრამაც მატრიცა შეესეთი და სხვათა შორის მე მყავს, აი, ну, მყავდა რამდენიმე ადამიანი, ახლა ვინც უცბად გამახსენდა, რომ ადამიანს აქონდა даже პროგრამა არის დაღუპული ნიჭი. როცა ადამიანს, ესე იგი, ამ ცხოვრებაში ადამიანი იყო უნიკალური. იცოდა ინგლისური, ну, ენები, სხვადასხვა ენები, აი ბევრი ენები იცოდა, ძალიან კარგად იყო განვითარებული გინდათ ქიმიაში, ფიზიკაში, ხათვაში, ლექსებში, რა ვიცი, ანუ სხვადასხვა სფეროებში რა, даже აი ტექნიკურ სფეროებში რა, ყველანაირად, ყველა ასპექტში და იმდენი ქონდა ეს პროგრამები, რომ გაოცებული ვიყავი და უნიჭიერესი პიროვნება იყო. ანუ სული მოვიდა აქ იმისათვის, რომ თუ რამე ქონდა დაუშვოთ ახლა მაგას არა განავითარებული, ხო? ანუ განავითარა ახლა როცა მოვიდა. მაპატიეთ, როცა ზოგჯერ შეცდომებს ვაკეთებ, არა უშავს. თავარი გესმით. აი მოდით კიდევ ნახოთ, იქნება კიდე გაგვიხსნა აქ რამეს, ხო? კი, აი, ну, ტარო მელაპარაკება, ახლა უეჭვირე ისე რა. თუ რამე არ იცი, უნდა ისწავლო, იმიტომ რომ შენში, ნახეთ, შენში დევს ძალიან ბევრი ცოდნა, უზომოდ ბევრი ცოდნა დევს შენში, ამიტომ შენში უბრალოდ უნდა სცადო. ანუ ახლა ნახეთ, აი მატრიცა რითი არის კარგი, რომ შენ შეგიძლია სცადო ბევრი რაღაცა, აი სიტყვაზე დაუშვოთ, შენ ახლა ფიქრობ, რომ აი მოდი ისეთი საქმე ვნახო, აი დაუშვოთ ჩემმა მეგობარმა დაიწყო და მაგარი ფული გააკეთა რა. და მოდი მეც ახლა აი ამით დავკავდე სიტყვაზე, ხო? და დაიწყეთ. მაგრამ იმას ისევ ფული აქვს, დაუშვოთ თქვენ არა გაქვთ. ну ჩვენ ახლა ფულს დავუკავშიროთ, იმიტომ რომ მაგam მისია არ არის მხოლოდ იმაში, რომ შენ ახლა აი ვთქვათ ფული მოიპოვო, ხო? იმ საქმიანობიდან რა, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი вообще ხელმოქმედი არის და ბევრი რაღაცა უნდა გააკეთოს ისედაც, რომ მე სამყარო სხვა გზებით გადაუხდის მაგას, ხო? მაგრამ იმიტომ რომ ახლა ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობ და ახლა რა თქმა უნდა ჩვენ ფინანსური მდგომარეობაც, ну, ჭირდება რომ იყოს ნორმალური, იმიტომ რომ აქაც უნდა ვიცხოვროთ, ხო? ამიტომ ზოგი კი არა, ბევრი თითქმის ახლა უკავშირებს პირად დანიშნულებას, ჩემს მისიას, უშუალოდ ვთქვათ, ახლა ფინანსებს დაუშვოთ, ხო? მაგრამ რატო არ გამოვიდა თქვათ იმ ვიღაცას, ვინც აიღო ის საქმიანობა, რომელსაც მაგის, ну, მეგობარი არის დაკავებული. იმიტომ რომ იმას ეს იყო თან დაყოლილი, ну, მატრიცაშიც ასე დავარკვათ, ხო? რომ მოვიდა მისი სული, უკვე იყო ჩადებული მასში ის, რომ დაუშვოთ, აი თქვათ ფარმაცევტიკა დაუშვოთ, ხო? რომ მეცხრე ენერგიები არის, იმიტომ რომ მკურნალის არის აქ ენერგია და უკვე თქვათ ამ ადამიანმა რომ გახსნას თქვათ თუნდაც აფთიაკე, მაგასთან ძალიან მაგრად იმუშავს. მაგრამ ის მეორე სიტყვაზე იმას აქვს სულ სხვა რაღაცა დაუშვოთ, სულ სხვა ენერგიები არის მაგ ადამიანში და ну, სხვანაირად, აი თქვათ მესამე ენერგია დაუშვოთ. вообще შეიძლება დედა უნდა იყოს სახში იჯდეს და вообще შვილები ისეთები გაზარდოს, რომ მე შვილები ააყვავებენ დაუშვოთ და სიბერი ექნება ისეთი უბედნიერესი, რომ რა გითხრათ. ну, ერთ-ერთი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეგეთი მომენტიც მქონდა, რომ იყო ერთი გოგო მოსული, რა ვქნა, აი მინდა რაღაცა ოჯახს დავეხმარო, მთელი ცხოვრებას უყოლას ვემსახურები, კი სიამოვნებს და მომწონს და კარგი შვილების გავზარდე, მაგრამ მინდა რაღაცა თვითრეალიზება და ზუსტად ფულის კარმაზე ქონდა ის, რომ ადამიანი, ну, ახორციელებდა იმას, რა, რასაც აკეთებდა, შვილები გაზარდა არაჩვეულებრივი და ის შვილები ანებევრებდნენ დედას. ეგაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი მისია, მაგრამ მანამდე შეიძლება თქვათ ეს ქალი აი ხატავდა ძალიან კარგად, ხო? აი კერავდა ძალიან კარგად, ხო? აი ეგეთი რაღაცები. იმიტომ გეუბნები, აქ უნდა უბრალოდ ნახოთ და მატრიცა არის მაგით კარგი და სხვა შორის თუ გინდათ რომ
თქვენ ხა თვითონაც რომ ისწავლოთ და თქვენ შვილებზე გაიგოთ, თქვენ სახლობლებზე, ხო? და თუ გინდათ როგორც პროფესია გინდათ ისე თქვენთვის უკვე მე კურსი გავხსენი, იმიტომ რომ ბევრი მეკითხება, როდესაც გახსნით მატრიცის კურსი, უკვე გახსნილია, შეგიძლიათ ქვემოთ არის ლინკი, მიწეროთ ჩემ დახმარ ჯგუფს და დაგაყოლიანებენ და ადვილად ისწავლეთ, თქვენ თვითონ გაიგებთ რა ენერგიები, როგორ და წაიკითხავთ თქვენს მატრიცას თქვენ თვითონ, вообще პრობლემა არ არის არანაირი. ვნახოთ ახლა არანაირი სირთულეც არ არის რო იცოდეთ. შემდეგი ვნახოთ ახლა ანუ ჩვენ ესე იგი რა უნიკალური ნიჭი გაქვთ თქვენ რომელშიც ჩადოთ თქვენში შემოქმედვა და თქვენ ჯერ არ იცით, ხო? ჯერ არა გაქვთ გახსნილი ბოლომდე, ხო? კიდე რა უნიკალური ნიჭი. რა უნიკალური ნიჭი და ანუ იცით რა არის აქ თქვენ ახლა პრინციპში ეს სულ ყველას ნახეთ ზოგადი არის ხო გაშლა და რა საინტერესოა ეს ის ნიჭი არის როცა მე უნდა ვიყო საჭირო სხვებისთვის რა მე აი ვიფიქრო სულ რითი შემიძლია და გავახარო სხვები რითი ანუ თქვენ სულთან უნდა გქონდეს აი სრული ცეკვა ეხლა ნახეთ როგორ ხდება ანუ როგორი ნიჭი და ანუ სხვებისთვის იყო საჭირო რატო ეხლა ეგ ასე ეს არის აი ყველაზე ძალიან დიდი შეცდომა არის მაშინ როცა ადამიანი სვავს კითხვას რა შემიძლია გავაკეთო მე იმისათვის აი რა ნიჭი მაქვს მე ისეთი რომ მე ჩემი ნიჭის მეშვეობით პული მოვიპოვო არა ეს არის ყველაზე დამღუპველი ასე დაყენება კითხვის პირიქით ყოველთვის უნდა კითხო კიდე რა შემიძლია გავაკეთო მე იმისათვის რომ ვიყო საჭირო სამყაროსთვის ადამიანებისთვის რა ნიჭები მაქვს მე ისეთი რომელიც მე დამეხმარება იმაში რომ მე ვიყო საჭირო სამყაროსთვის იმიტომ რომ სამყარო ანუ ჩვენი ფული რას ნიშნავს ფული არის სამყაროსგან საჩუქარი სამყარო ჩვენ ანუ ღმერთის შემოქმედი როგორც გინდათ ისე დაარქვით შენ როცა იმაზე ფიქრობ კიდე რა შეგიძლია გააკეთო და აირჩიო ის რაც შენ თვითონ მოგწონს რაც შენ გიხარია შენ რაც გიხარია აი ეს არის შენი ზუსტად ეს საქმიანობა აი ელემენტარული ხა მე ტრენინგიც ხო გვაქვს ხა მიმდინარეობს ქალთა ტრენინგი და იქ მესამე ჩვენ ნაწილი იქნება ხა მეორე დაიწყება ხა ქალის ენერგიების გახსნა და სექსუალურობის და მესამე იქნება კიდე ქალი და ფული იმიტომ რომ მე უფრო ქალებთან მუშაობ და ანუ ეს არის ზუსტად რომ ერთადერთი ის მომენტი რომ შენ უნდა გითხო შენს თავს აი მე რომ ყველაფერი აბსოლუტურად მაქვს მოწესრიგებული მე რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს თქვათ იმაზე რომ რა ვჭამო რა ვსვა რა ჩავიცვა რა დავიხურო გადასახადები არანაირი არც იპოთეკები არც კრედიტები არაფერი არ მაქვს აი სიამოვნებით რითი დავკავდები რა გავაკეთო მე ეს არის ყველაზე ისეთი შეკითხვა რომელიც შევა ყველა ნებისმიერმა კოუჩმა კი უნდა დაუსვას ადამიანს რომ ისაც აქ ეგეთი შეკითხვა და აი მაგაზეც თუნდაც რომ თქვენ მოიპოვოთ პასუხი რომ აი ნამდვილად დილით ვიღვიძებ და მიხარია აი როგორც მე რომ ვიღვიძებ და მიხარია რომ თქვენთვის გავიპრანჭო თქვენთვის ახლა შევქმნა რაღაც გარემო ხო აი რომ აი სასიამოვნო იყოს თქვენთვის არა მხოლოდ მოსმენა ყურებაც ხო მე ეს მიხარია და ამიტომაც ანუ მე სამყარო რა თქმა უნდა მადლობას მიხდეს თან ძალიან დიდ მადლობას იმიტომ რომ მე სიამოვნებს და ვცდილობ რომ ამ ჩემი ნიჭით თქვენს გასიამოვნოთ. აი ეს როგორც მაგალითი გეუბნებით რომ უფრო ადვილად გავიგოთ მე რას ვგულისხმობ აქ გამიგეთ რომ დილა რო იღვიძებს აი სულ შენ რო სულ შენ საქმეზე ფიქრობ კიდე რა შემიძლია ან რა ვისწავლო ან რა წავიკითხო ან რითი მოვაწყო თქვათ ახლა ჩემი ნუ მიმიხვდეთ ხო რა არის? ნუ მაინც ვკითხოთ კიდე ახლა რა კიდე რას გულისხმობს კიდე იქნება რამე თქვა ზუსტად გვითხრან კიდე რა აი გადავირიე ანუ ისე იგივე პასუხი მოდის დღეს ხო ხედავთ ტარო როგორ მუშაობს გადავირიე ანუ ისე რასაც გაეხარდება სხვებს ანუ რითიც შენ შეგიძლია გაახარო არა აქვს მნიშვნელობა რითი ხარ დაკავებული გოგოებო და ბიჭებო მე სულ ვამბობ ერთი და იგივეს აი თუნდაც გოგოებს ვინს მუშაობს ახლა თქვა საზღვარგარეთ და ძალიან შეიძლება კი არა რთული სიტუაცია არის იმაში რომ შენ ახლა იძულებული ხარ რაღაცების გამო ნუ ესეც შენი არჩევანია პრინციპში ნუ ამით იფიქრე შენ რო ოჯახს დავეხმარო და თქვა ახლა ვიღაცებს უვლი ხო მოხუცებს და არიან ახლა ზოგი არადეკვატური და თქვენ ნერვები გეშლებათ თუნდაც აი ესეც რომ მიიღო თქვენ იმით რომ მე ახლა ვეხმარები ამ სულიერს ამ ადამიანს ვეხმარები იმაში რომ თქვა ვუხანძლივებ სიცოცხლეს
მე რომ მას უხანძრევებ სიცოცხლეს, მე მისი შვილები თქვა ან თვითონ რა ვიცი ვის როგორ მიხდიან თქვა რაღაც თანხას. ამ თანხით მე შემიძლია ჩემი თავის გავახარო და ჩემი შვილები, ჩემი ოჯახის წევრები, აი ზოგმა სახლები ააშენეს, ზოგმა ბინები შეიძინეს, ზოგმა კიდე შვილები ასწავლეს, ხო? და ამიტომ მე ამ მოხუც სიტყვაზე შევხედო სხვა თვალით, გავახარო კიდე და რო თქვენ რომ იმ ადამიანს კი არ უნდა დაწყევლოთ, ხო მე ვიცი ეგეთებიც არიან გოგოები რომ ბრაზდებიან წყევლიან მესმის რთულია, მაგრამ ეს აქ არის შენ რო შეცვალო და თქვა დაფიქრე, აი თქვა ბები არის, თქვა ისეთი ჩემი დრო თქვენ ამ ადამიანის მეშვეობით თქვენ რამდენ რაღაცებს აკეთებთ თქვენთვის დაფიქრდეთ, ხო? თქვენ ხო ეგეთი გზა აირჩიეთ, მაგრამ ეხლა თქვენი შინაგანი მდგომარეობა შეცვალეთ, მიდგომა შეცვალეთ, შედეთ ისეთ ენერგიებში, რომ მე გავცემ სითბოს, მე გავცემ ამ ადამიანის სიხარულს, სხვათა შორის აი გოგოები ჩემები, ვინც კონსულტაციაზე მყავდნენ და ვინც ეს გააკეთეს, აი თუნ გაუგნებულები არიან მართლა, აი სულ მეჩხუბებოდა ხოლმე ეს ბებოდა, სულ რაღაცას მესროდა, სულ რაღაცას იმაშობოდა, ისეთი მშვიდი და წყნარი გახდა, რატო შენ შეიცვალე შინაგანად, შენ თვითონ სხვანაირად განწყობა და უკვე ის ადამიანიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ენერგიებით ერთმანეთს კითხულობთ, ხო? ის ადამიანიც უკვე შეიცვალა შენს მიმართ, გამიგეთ. იგივე არის, შეიძლება შენ მუშაობ სადღაც და თქვათ, ეხლა ყავს ცოტა ისეთი თქვათ ხელმძღვანელი, ხო, რთული დაუშვოთ. ან თქვათ, ეხლა შეიძლება თანამშრომლები ისეთები არიან, რომ ნერვებს გიშლიან, ხო, შენ ხარ ხელმძღვანელი. სხვანაირი განწყობა გქონდეს შენ მაგათ მიმართ, კიდე რა შემიძლია გავაკეთო მე ჩემი თანამშრომლებისთვის, ხო? კიდე რითი შემიძლია გავახარო მე ჩემი თანამშრომლები. იმიტომ რომ ისინი მუშაობენ იმისათვის, რომ რა თქმა უნდა, ხა შედეგი რო იქნება, ეს არის შენი შედეგიც, ხო? ეს შენი შემოსავალი გაახარებს შენს შვილს, ოჯახს და ასე შემდეგ. აი ასე უნდა იფიქროთ, გამიგეთ, რომ ეს არის, აი ამაში დევს მე რითი შემიძლია ვიყო საჭირო. მიხვდეთ, რომ აი როგორ მიდის შენ თვითონ ცვლი აი აქ აზროვნებას და რამდენ ადამიანს ახარებს შენ და რა თქმა უნდა სამყარო გახარებს შენ მე ყველას ახარებ. აი ეს რო ასე რომ მოკლედ რო ვთქვათ, ხო? ნუ ვისაც უჭირს ამის გაგე, რა თქმა უნდა ჩვენ ხა მე ვაძლევ ტექნიკებს და ვაძლევ მედიტაციებს. ისინი ძალიან არის უკვე მე შველიან რა და ძალიან კარგად მუშაობენ. ნახოთ ახლა შემდეგი კითხვა. ანუ დღეს რა გიშლის ხელს თქვენ იმაში რომ იცხოვროთ ეხლა თქვენ დანიშნულებით და სრულად გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი. ნუ აი ზუსტად ეს არის რა გიშლით ხელს, რომ თქვენ თვითონ უფრო ელოდებით შეიძლება, რასაც ვილაპარაკე წეღან, მე ახლა ხო იცით უკვე თქვენ, უკვე გითხარით კიდევაც რომ ჯერ ვლაპარაკობ მე ტარო მიდასტურებს, აი ეს გიშლით ზუსტად თქვენ ახლა დღეს, რომ თქვენ რატო ვერ ხსნით თქვენ პოტენციალს ბოლომდე, იმიტომ რომ თქვენ ეძებთ შეიძლება პირველ რიგში ისეთ საქმიანობას, რომელიც ფულს მომიტანს. მიხვდეთ? აი ეს არის და კიდე აქ მეორე ვარიანტი არის ის, რომ ის გიშლით თქვენ ხელს, რომ თქვენ მთლიანად, ნუ შეიძლება როგორ არის, იცით, არც იცით ჯერ თქვენი პოტენციალი, არც ეკითხებით. ანუ თან ამ დროს ნახეთ რამდენი რაღაცა არის და თქვენ მარტო შეიძლება ხართ აი მოლოდინში და ბოლომდე არა არ იხსნებით და აი ეს არის ზუსტად რა, როცა შენ ბოლომდე არ იცი შენს პოტენციალს და ნახეთ აქ ელოდები რომ კიდე რაღაცა მოვიდა, მაგრამ აი სულ ცოტა გაქვს, ნახეთ რამდენი რაღაცები შეიძლება არის თქვენში და აქ სულ პატარა რაღაცებს იყენებთ, თქვა შეიძლება თქვენ დაუშვათ, ანუ არ იყენებთ აი სუმთლიანად იმ პოტენციალს, შეიძლება არ იცით დაუშვათ, შეიძლება ინფორმაცია არ აქვს კიდე რა შეიძლება გავაკეთო. აი ზუსტად ეს სიტუაცია, რასაც მე უკვე თქვენ აგიხსენით რა. ზუსტად ეს სიტუაცია რა გიშლით ხელს, ხო? აი რო თქვენ აი არ იმაშვებით რა ქვია, ეხლა ვეკეთოთ.
ან ზოგი აქ რახეთ რა ხდება, ზოგი ვერ გამოდის იმ რთული სიტუაციიდან, ნახეთ, არ იღებს კიდე აი ამას ვეტყოდი, რომ არ იღებს იმ პოტენციალს, იმიტომ რომ ნახეთ, არიან უამრავი ადამიანი, ვისაც აქ მართლა ძალიან დიდი ნიჭი, მაგრამ არ ხსნიან რატო? იმიტომ რომ საერთოდ, აი კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არის ეს მომენტი, რომ მე თუ რამეს გავაკეთე, უშუალოდ ფული მოგივა. ყველა ვარიანტში მოგივა, თუ შენ დაიწყებ და გარისკავ და გახსნი შენს პოტენციალს, გამიგეთ? აქ შეიძლება თქვენ დიდი ხანია ხურავთ, არ აძლევთ საშუალებას იმას, რომ ვაკეთო ის, რაც მე მინდა, გამიგეთ რა ხდება? და კიდე შეიძლება, ბევრი კიდე რა ხდება. აქ შეიძლება თქვენ იმდენი ვალდებულებები გაქვთ კიდე აკიდებული, სხვათა შორის, იმდენი, რომ აი უკვე არ ვიცი რა გითხრათ და ამიტომ თქვენ უნდა და აი ამ ვალდებულების გამო თქვენ უკვე კაი ხანი ვერ აკეთებთ, არ გესმით თქვენი სულის, არ გესმით რა უნდა მას დაიღალეთ უკვე, გამიგეთ რა ხდება, აი ესეც შეიძლება იყოს აქ. ანუ რატომ თქვენ ახლა რა გიშლით თქვენ ახლა ხელს, რომ მთლიანად თქვენი პოტენციალი გახსნათ. აი რაღაცა თითქოს როგორი მომენტი არის, რომ შეიძლება ნახოთ კიდე როგორი სიტუაცია, აი დაუშვოთ, კი, აი დაუშვოთ, ვისწავლე რამე და იმან ფული არ მომიტანა და დავხურე. ეგეც შეიძლება იყოს, ხო? აი, იმიტომ რომ აქ მაინც ესეთი ენერგია. ხო? არ მიდიხარ თქვენ, აი არ მიდიხარ, ზოგ ვაფშე აზე არ არის, სადმე წავიდეს და რა გააკეთოს. ამიტომ გაიგეთ რა, თქვენ სულს რა უნდა, გაიგეთ, იმიტომ რომ არ იცით თქვენ ვაფშე საერთოდ. მთლიანად თქვენი პოტენციალი არ არის გახსნილი აქ. ხომ ნახოთ ახლა რა რომელი ნაბიჯი შეგიყვანს, ანუ შენი ბედის წერის, სიუხვის და თვით რეალიზაციის გზაზე. აი ხო გითხარით, ვot, პასუხი აგერ არის. ანუ ეს არის ზუსტად შენი შინაგანი მდგომარეობა. აი ახლა როცა შენ თვითონ აქ არის ეს თასების დედოფალი, მაგრამ ულამაზესი აი აქ არის ეს არკანი. ანუ რანაბიჯი, როცა შენ თვითონ გაიგებ და ელაპარაკებ შენ სულს, როცა შენ გახსნი ამ ენერგიებს და როცა შენ დაიჭერ იმ საქმეს, აი რომელიც არის საშენო. აი ნახეთ ახლა კიდე გეტყვით, რა ვიცი, აი თუ არც მატრიცა გინდათ, რუკა არც არაფერი, თუნდაც ელემენტარული გააკეთეთ რა. ელემენტარული თუ თქვენთვის გენანებათ ფული, რო თქვა სპეციალისტებს მიმართოთ, ხო, რომელსაც ადვილად აგიხსნის ყველაფერს, ეს უკვე თქვენი პრობლემა, მაგრამ თუნდაც ელემენტარულ მითითებას მოგცემთ, რომ უბრალოდ ღმერთს კითხეთ, როცა თქვენ ღმერთი ზის თქვენში, შემოქმედი ზის თქვენში, თქვენ ხართ თვითონ შემოქმედი. ამიტომ თქვენში არის ეს დიდი პოტენციალი. რო დაწვევით ღამე, თქვათ, როცა არავინ უკვე არ შეგაწუხებს, ხო? დახუჭეთ თვალები და კითხეთ თქვენს შემოქმედს, რომ მე აი მითხარი გზა მანახე, რა შემიძლია გავაკეთო, რისთვის ვარ მე აქ მოსული, გზა მანახე, გზები გამიხსენი. აი თუნდაც ეს კითხვა მაინც დაუსვით, ელემენტარული და მე ახლა მოგივათ რაღაცა, კი ბატონო, რა ნახეთ ახლა Google-ოდ სულობს, ხო? რომ აინტერესებს ახლა, რომ მეორე კიდე შენ შინაგანადაც უნდა იყო განწყობილი, ისე რომ უნდა გინდოდეს, უნდა აი ზუსტად მე რომ ვატრიალებ ერთი და იგივე. ღმერთო, ნახეთ, მითხარი, სად არის ის ჩემი, ანუ ეს ემოციები, ხო ხტებით რა, რომ ანუ ემოციურად ისე კი არა, გიჟურით რომ არა. ანუ მთელი გულით, მთელი სულით შეეკითხე თუ ფალს, რომ ღმერთო, რისთვის შემქმენი, ხო? მანახე ჩემი გზა, სად წავიდე? და კიდე ძალიან მაგარია სხვათა შორის, რომ უთხრათ, რომ იმიტომ რომ ღმერთი ხო ჩვენში ზის, ხო? ამიტომ რომ გითხო, რომ ღმერთო, მოდი, შენ ხო გინდა ჩემი მეშვეობით რაღაცა გამოცდილება მიიღო, ხო? ამიტომ მოდი გთხოვ, რომ მე და შენ ერთად გავიაროთ ეს გზა. მოდი შენ თვითონ მანახე, სად რისთვის ვარ მე აქ, მანახე ეს გზა. აი ეს არის ყველაზე ელემენტარული რაღაცა, რომ გააკეთოთ იმისათვის, რომ გაიგოთ და დანარჩენი ახლა თუ მართლა უკვე მეტი გინდა, უკვე უნდა მეტიც უნდა ჩადოთ თქვენს თავში, რომ გაიგოთ რა და თქვენ აი აქ ფულის გენანებად გამიგეთ რა ხდება. გენანებად თქვენს თავში ფულს არ დებთ თქვენ.
ნუ ყველა რა თქმა უნდა არა საჯარო გაშლა, მაგრამ ვიღაცა ასე. და ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ მთავარი გზავნილი ახლა შემოქმედისგან რა უნდა რომ ეხლავე თქვენ აი ურუმი. აი ზუსტად ნახეთ ეს ენერგიები ისეთი არის, ანუ ერთნაირი რაღაც რა, აი მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ურუმი ქალი არის ეს ქალი, რომელსაც აქ დიდი ცოდნა და გეუბნება შენში იმდენი რამე არის, აქ გეუბნებით უეჭველი. ვიღაცას აქ ნიჭი იმისი რომ გახდეს თქვათ აი ეს ადამიანი რომელიც ეხმარება სხვებს, იმიტომ რომ თქვენ ინტუიციას უსმინეთ, ეს პირველი გზავნილი არის, იმიტომ რომ დიდი ინტუიცია არის. მეორე გახსენეთ თქვენი ცოდნა. მე ეხლა ყოველთვის თქვენ იწმეთ რომ ვარ ყურუმი და ამიტომ მე ვიცი და გიგზავნით თქვენ ასეთ გზავნილს, ანუ ჩემი მეშვეობით გეუბნებით თქვენ ღმერთი ახლა ჩემი პირით გეუბნება თქვენ იცოდეთ რა რომ შენ თუ გინდა ისწავლო თქვათ დაუშვოთ გინდა ფსიქოლოგია გინდა ისწავლო თქვათ ტარო გინდა ისწავლო გახსნა შენში საკრალური ცოდნა მაგრამ შეიძლება გაგშიში ან იძახე ფული არ მაქვს არ ვიცი რას მომიტანს ამდენი ტაროლოგი ამდენი ფსიქოლოგი ამდენი ასტროლოგი ამდენი ნუმეროლოგი მე ვის და რაღაცა მე გეტყვით თქვენ და ეს მე გავიგე წლების უკან, იმიტომ რომ მეც რო ეს მომივიდა რომ მეც რო ვეკითხებოდი უფალს რომ მითხარი რა გავაკეთო, ხო და მანახე ჩემი გზა მე მითხრა მომივიდა ესეთი ხმა რომ წადი იყიდე ტარო, ხო? და ეს იყო ჩემთვის შოკი სიმართლე. გითხრათ იმის მიუხედავად რომ მე ძალიან მიყვარდა საერთოდ მაშინ არ იყო სიტყვა ტაროლოგი დავდიოდი მკითხავებთან, მაგრამ მე თვითონ რომ მქონდა ასეთი ცოდნა, ნამდვილად არ ვიცოდი. ეს ისტორია ჩემი უკვე იციან ჩემო მოსწავლეებმა და უკვე თქვენთვისაც ბევრი მომიყოლია, რომ ეს ნამდვილად არ ვიცოდი თუ ამდენი საკრალური ცოდნა იყო ჩემში, ხო? და როცა უკვე დავიწყე სწავლა და დავუჯერე ღმერთს, იმიტომ რომ აქ რა ხდება, ისეთ უკვე მე მართლა ისეთ დონემდე მიმიყვანეს, რომ აი ყურით რო იტყვენ მიმათრიეს რა, იმიტომ რომ მე ვუარყოფდი ჩემში ამ ცოდნას, როცა მეუბნებოდნენ იცი რაღაცა შენ თვითონ და მე უფრო შიში მქონდა და ყურით მიმათრიეს რა. ძალიან მძიმედ მიმათრიეს მაგ თემაში და ამიტომ სულ ვამბობ ხოლმე, როცა ვხედავ აი მატრიცაში, ხო? მე როცა კურსზე მოდიან ჩემთან, ვისაც უნდა რომ ისწავლონ, მე ვაკეთებ დიაგნოსტიკას, რომ ადამიანი დარწმუნდეს, რომ ნამდვილად ტყუილა არა აქვს მაგას ეს მოთხოვნილება, რომ ისწავლოს თქვა ტარო, თუნდაც ან მატრიცა ისწავლოს, ხო? დაუშვოთ მე ვესაუბრები და ვაჩვენებ მის მატრიცას, ხო? რომ შენში არის ეს ენერგიები, შენ უნდა გახსნა, იმიტომ რომ ტყუილა აქ არც ერთი არ ახარ თქვენ. მოდი ასე თქვა, ტაროს ჩვენ არ ვირჩევთ ტარო, თვითონ გვირჩევთ ჩვენ რატო ეხლა თქვენი სულ ყველა მეგობრები ზიან ეხლა და უყურებენ გინდა ჩემ გაშლას და გინდა სხვების გაშლებს, არა. დარწმუნებული ვარო თქვენ გარემოში არსებობენ ისეთი მეგობრები, რომელსაც 100 წელი არ ჭირდება და არც შეხედავენ არც ერთ ვიდეოს, რომელიც თქვა ან ტაროზე, ან ასტროლოგიას და ასჯერა, ხო, მაგისი. მაგრამ თქვენ უყურებთ, თქვენ გაინტერესებთ, ხო? მაგრამ თქვენ გეშინიათ, იმიტომ რომ არ ვიცი რატო უბრალოდ მომწონს, უბრალოდ მიზიდას, არა. შენში დეს დიდი პოტენციალი და მე მესმის კიდე ბევრი მაგ ნათქვამი, რომ აქ ხალხს ეშინიათ საქართველოში, ნუ მე მომიხდა ესე რომ თქვათ რუსულ სივრცეში მუშაობდი და ეხლა აქეთ ვარ თქვათ მივლინებით გამოშვებული, ხო, საქართველოში და რომ აუხსნა ადამიანს, რომ ტარო არის თვითშემეცნების ინსტრუმენტი იმისთვის შექმნეს, იმისთვის საერთოდ ანუ კიდეც უეითმა, ხო? იმისთვის შექმნა, რომ ადამიანმა ადვილად შეისწავლოს თავის, გაიგოს რა სჭირს, ხო? რა გზით წავიდე, როგორ ჩვენ აქ რას ვაკეთებთ, ხო ხედავთ რა აქ აუცილებლად რაღაცა რიტუალებს ვაკეთებთ. აი ეს არის, შეგიძლიათ ისწავლოთ ეს და ეს იქნება თქვენი დამხმარე ინსტრუმენტი. ეხლა უამრავი ფსიქოლოგი უკვე იყენებს ტაროს იმისათვის, რომ მალევე დაეხმაროს ადამიანს. ეს დამხმარე ინსტრუმენტი. ეხლა როგორ მუშაობს და რანაირად ეს უკვე რა თქმა უნდა სწავლას თუ მოინდომებ, კი გაიგებ ყველაფერს ეხლა. აქ საჯაროდ ეხლა კი, ნუ ისედაც შემიძლია მოგიყვოთ თუ ინტერესი გაქვთ მომწერეთ და ჩაგეწერთ ცალკე ვიდეოს როგორ მუშაობს ტარო, მაგრამ
ეს არის აი ძალიან მაგარი ინსტრუმენტი, იმიტომ რომ ეს მუშაობს ჩვენ ფსიქიკაზე, ხო? ეს ფსიქოლოგიურადაც ბევრ რაღაცა, ეს არის პირველი წიგნი ფსიქოლოგიის. ამიტომ შენ თუ აი ეგეთი მიდგომა გაქვს, მე არ ვასწავლი მკითხავებს. ჩემი გოგოები და ბიჭები, ვინც ჩემთან სწავლობენ, ყველა გამოდიან იმედა ტაროლოგები, ტაროს წამკითხველები. ვისაც შეუძლია დაეხმარონ თავის თავსა და სხვებსაც. გამიგეთ, ასეთი დიდი ცოდნის მფლობელი ხარ თქვენ. უბრალოდ შიში შეიძლება გქონდეთ და არ იცით, რომ ეს მე რას მომიტანს. ამიტომ აკაც არის, აი ზუსტად მერვე ენერგია, რომ წადი შენს თვითშემეცნებაში, შეისწავლე შენი თავი, რომ ამდენი კითხვები რო გაქვს და რო არ იცი სად წახვიდე და წადი აგერ გეუბნებიან და ისწავლე. მე არ ვიცი რა, ნამდვილად ვფიქრობ, რომ აი ეს არის, ვფიქრობ კი არა, რომ ადამიანს თუ აქვს ესეთი ნიჭი, უნდა სინჯოს მაინც და ნუ ყოველ შემთხვევაში გინდათ ჩვენთან აკადემიაში მოდით, გინდათ სხვაგან წადეთ, არ აქვს მნიშვნელობა სად. უბრალოდ ახლა ჩვენთან არის მართლა ხარისხიანი სწავლა, სერტიფიკატებიც არის, კურთხევასაც ვაძლევ მე კურუმის იმისთანაც, რომ მართლა უკვე სხვა კიდე ცოდნა მოდის ადამიანები მუშაობენ ჩემები შემოსწავლენ აკადიდან ძალიან მაგრა და ასე შემდეგ. ანუ თუ გინდათ ხარისხიანი მობრძანდეთ ჩვენთან აკადემიაში და მართლა ძალიან მაგარ საკრალურ გაშლებსაც ისწავლეთ, ისეც რომ აი გაუცდები და მაგარ ტრანსფორმაციას თქვენ თვითონ გაევლით და ვისაც დაეხმარებეთ, ისინიც რა თქმა უნდა გაევლიან უდიდეს ტრანსფორმაციას და მათი ცხოვრება შეიძლება. აი ეს არის ზუსტად შეკითხვა, რითი შემიძლია ვიყოს საჭირო? აი იმით, რომ დაეხმარო სხვა ადამიანებს იმაში, რომ მათი ცხოვრება გააუმჯობესოს, მაგრამ პირველ რიგში ჯერ თქვენი ცხოვრება გააუმჯობესდება და მოგიტანს ბედნიერებას და მოგიტანს სიუხვეს და ყველაფერს აბსოლუტურად. კი, აი უნდა ისწავლოთ, აქ უნდა ისწავლოთ. თუ თქვენ ახლა არც უნდა ფიქრი არ უნდა მაგას და ბულიც მოგივა, შენ როცა მიიღებ გადაწყვეტილებას მყარეთ რომ მიიღებ გადაწყვეტილებას, ფულიც მოგივა აუცილებლად იმისთვის, რომ ისწავლო ის, ანუ მე კაპიკიფული არ მქონდა, როცა მინდოდა, როცა ვთქვი, რომ ტაროს ვისწავლე, მაგრამ ფულიც მომივიდა და ყველაფერიც და მე ცხოვრება შეიცვალა ისე, რომ არც მეოცნები ესე ცხოვრებაში, ისე ცხოვრებაში, როგორიც მოვიდა. რატო? იმიტომ რომ ჩემი მისია ვიპოვე. ეს არის საერთოდ რა, ეგ მომენტი. იპოვე შენი მისია და გაგეხსნებათ ყველანაირი გზა.